მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ დასო ტივის თოქ-შოუ საზოგადოებრივი პოლიტიკური ასპექტები. მე მარია მელიავა გახლავართ. ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვუახლოვდებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ქვეყანაში კვლავ გრძელდება როგორც მოქალაქეთა პროტესტი აქციების ფონზე, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავების შემთხვევები. ევროპისა და ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის შეფასება იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. მათი მთავარი მოწოდებაა, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია. ამ პოლიტიკურ ფონზე საინტერესოა დღევანდელი ჩვენი სტუმრის, ანალიტიკოს, ექსპერტ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ გოჩა ცოფურაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პარტიიდან საქართველოს პატრიოტთა ალიანსი უკავშირი არ მეგვიღია. პარტიიდან ქართული ოცნება კავშირი დავამყარეთ ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან, თუმცა აქაც საბოლოო პასუხი არ მეგვიღია. უარი მივიღეთ ამავე პარტიიდან ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატისგან, ასევე კავშირი დავამყარეთ პარტიის მწვანეთა პარტია თბილისის მერობის კანდიდატთან, თუმცა ასევე საბოლოო პასუხი არ მეგვიღია. ჩვენ კი დღევანდელი გადაცემა შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით ბატონო გოჩა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. ასევე მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ სტუდიაში გვესწრებიან ჩვენი სტუდენტები და შეკითხვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინიც იაქტიურებენ. ბატონო გოჩა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ზოგადად თვითმმართველობის ცნებაზე და სწორედ ამაზე იქნება ჩემი შეკითხვებიც, რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით არსებული თვითმმართველობის სისტემას მდგომარეობას საქართველოში, აი ყველაზე დიდ პრობლემას და გამოწვევას სად ხედავთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია თქვენს უნივერსიტეტში მოსვლა. თვითმმართველობა დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე სახარბიელ მდგომარეობაშია, ორი სიტყვით რო შევაფასოთ, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ სრული სურათი თვითმმართველობის თემის განვითარების ქვეყანაში, ალბათ შეიძლება რომ რაღაც მოკლე ესეთი რაკურსით ჩაუყვეთ ეს თქო ისტორიას. 90-იან წლებში ეს იყო უმძიმესი ასე თქვა პოზიცია, იმიტომ რომ ამ ომის და არეულობის შემდეგ ძალიან რთული იყო მუნიციპალიტეტებში, მაშინ რაიონები ერქვა მართვა. მე მომიწია ესეთ დროს 95, 16, 17, 18 წლებში მაგალითად ბოლნისში მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი დანიშნული როგორც ეკონომიკის, ასე თქვა და სამეურნეო რეგიონული პრინციპების სივრცითი თუ რეგიონული ეკონომიკის კარგი მცოდნე და ეს ამით შერჩეული, მაინც მიწევდა ძალიან სერიოზული მუშაობა ადმინისტრაციული კუთხით, ძალოვნებთან ერთად, წესრიგი, კრიმინალი და ასე შემდეგ. ეს ურთულესი პერიოდი იყო, მაგრამ ის სადღაც 97-18 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო, 98 წელს იყო თვითმმართველობის არჩევნები. დაიწყო ამის დალაგება, მაგალითად 97 წელს იმ დონეზე იყო სურვილი, რომ განვითარებულიყო ეს საქართველოში როგორც ექსპერიმენტი, ეს იყო შეთანხმებული მაშინ პრეზიდენტთან, ინიციატორი იყო ასევე მზურაბ ჟვანია. ბოლნისში გავაკეთეთ ორსაფეხურიანი, ორდონიანი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლნის ჰქონდა თავისი ესე თქვა რაიონული ბიუჯეტი და ამის გარდა 14 ერთეული შედიოდა ატისუბანი, რატევანი, რაღაც არახლო, კაზრეთი და ასე შემდეგ. ყველას ჰქონდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ეს არნიშნავდა, რომ დამოუკიდებელი ბიუჯეტი თქვა რაიონი აძლევდა რაღაცას დასაფინანსებლად. არა, პირდაპირ გადასახადებით იყო დამუშავებული და გადასახადებით პირდაპირ მისდიოდათ მათ ასე თქვა თვითმმართველობის მეორე დონეს. აი პირდაპირ რო გადავხდეთ ახლა ამ შევარდნაძის ხელისუფლებიდან და იყო კიდევ რაც დრო გადიოდა, იყო ძალიან საინტერესო ასე თქვათ მოსაზრებებიც, იდეებიც, მუშაობაც. რაიონის ხელმძღვანელები რეალურად იყვნენ მართველები. იმ რგოლის, რასაც პირველი ხელმძღვანელის თქვათ ფუნქციები ქვია და იმ სამუშაო არეალის, თუმცა სადღაც 2003-4 წლიდან, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი, ხო, ერთი ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მაშინ გაცილებით მწირი იყო შესაძლებლობები რაიონებისთვის იმასთან შედარებით, რაც შემდეგ ხელისუფლებებს ჰქონდათ, თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი იყო, თქვათ,
მათი უზბრუნვა იძახიან, გაიზრდება დასარიგებელი ტრანსფერმა. ეს შინაარსობრივად საერთოდ აცდენაშია თვითმმართველობასთან. ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. მოკლედ, აი ესეთი მოკლე, ასე ვთქვათ, ისტორიით დღეს მოვედით არჩევნებზე და თვითმმართველობას გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამ ფინანსურ შესაძლებლობასთან ერთად არ არის ფუნქციონალური დატვირთვა. კიდევ ერთი სიმახინჯეა ეგრეთ წოდებული მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისიდან, რომელიც დადის და ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში სკოლებს და სხვა რაღაცებს არემონტებს, ბაღებს და იმას, ეს გაუგონარი ამბავია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აქ ვიღაცას მოვაგებინებენ ტენდერს, იქ პრობლემა აქვს მე დაახლოებით 10 წელი მაქვს ნამუშევარი თვითმმართველობაში, უდიდესი ნაწილი აქედან როგორც ხელმძღვანელის და მე ვერ ვიგებ ეხლა რომ ვიღაცა ჩამოვიდეს იმ რაიონში, მე პასუხისგებელი ვარ ზოგადად ამ პროცესებზე და საერთოდ არ აინტერესებთ იმათი აზრი, ეს მიდის და იქ ბალანსზე რა თქმა უნდა, იქ სკოლაც და ყველაფერი იქ ადგილობრივია და მოკლედ მილიარდიანია ეს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეს ის ფულია, რომელიც ადგილზე უნდა იხარჯებოდეს. აი პირიქით წეგან ვახსენე, ხო, კონსტიტუციურად ეს სუბსიდიარობის პრინციპს ცენტრალური ხელისუფლება როგორც ასეთი ყოველთვის ხმარობს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ გადაცეს ეს ფუნქცია. მე რა თქმა უნდა თბილისში ვიждდე და იმის აქვე მარნეულის ან ბურნისის რომელიღაცა ბაღის რემონტზე ვიფიქრო, ან ტენდერი აქ გამოვაცხადო. ხო, იქ ადგილზე უკეთესად იციან, იქ კონტროლი მეტია, პასუხისგებლობაც მეტი უნდა იყოს ნორმალურ მდგომარ სიტუაციაში, ხო? ხო, ამიტომ ეს ნაწილი დღეს ითხოვს აუცილებლად ფუნქციონალურ დეცენტრალიზაციას. კი, შეიძლება რაღაც ადმინისტრაციული კუთხით, მართვის კუთხით, რაღაც ფუნქციების კუთხით ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ზომიერად გადავიდეთ, მაგრამ ფინანსური და სამეურნეო დეცენტრალიზაციაზე არანაირი ფიქრი არ ჭირდება, პირიქით დაგვიანებულია, რომ რაიონის მეტი უფლებები და მეტი ფუნქცია მივცეთ. რაც შეეხება თვითონ აი ჩემს პოზიციას ამ შემთხვევაში და ჩემს თანამშრომლობას იგივე ჩვენი გაერთიანებული საქართველო პარტია, რომელიც ძირითადი წევრებიც არიან ასევე საქართველოს სათემო კავშირის წევრები, აი ამ საქართველოს სათემო კავშირში არის დამუშავებული პლატფორმა, ზუსტად ეს არის აი იმ სოფელ თემის დონეზე რა არის და როგორ არის გასაკეთებელი, რომ თქვათ ეს გამოვასწოროთ, რაღაცით შევავსოთ და დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როცა უფრო კარგად გავიაზრებთ ჩვენ რა ტიპის მართლობითი სისტემა გვჭირდება, რომ თვითმმართველობის დონე როგორც მინიმუმ ორდონიანი მაინც უნდა იყოს. თუ ჩვენ ხვალე რაღაც რეგიონალიზაციას ან იცით თქვენ თქვათ 100 წლის წინ მაზრები იყო საქართველოში, ხო? ეს მაზრები 20 მაზრა იყო, არა 9 რეგიონი, როგორც ეხლა თქვათ, ან 12 ვიფიქროთ თქვათ, აჭარა და აფხაზეთი და ეს. არამედ 20 იყო. შეიძლება ამ პრინციპით რომ რეგიონები შედარებით მცირე სპეციფიკას მორგებული და იყოს მეორე დონის თვითმმართველობა, იყო ამაზე საუბარი, რომ ეს შუარგოლი კომუნისტური გადმონაშთია თქვათ რაიონები, თუმცა ამას თავისი მომხრე ყავს, იმას თავისი ამ ყველაფერს ახსნა უნდა ეს ნაბიჯები წინ არ იდგმება მარტივი მიზეზით, აი მიზეზი აქვს, რომ ჩანაწერია ესეთი, რომ კონსტიტუციაში, რომ სანამ ჩვენ არ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ არ გადავხედავთ მართლობით, ასე ვთქვათ, სტრუქტურების ველოდებით, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მე დავიწყებთ ფიქს, იმიტომ რომ აფხაზეთთან რა საუბარი გვაქვს ჩვენ რაღაც ნახეთ, ჩვენ ვართ დღეს უნიტარული მოწყობის ქვეყანა, გვაქვს ფედერალური ელემენტები, ხო, იგივე აჭარის ავტონომია თუ აფხაზეთი და ასე შემდეგ. და ამავდროულად კიდევ მივდივართ და ევროკავშირის გარკვეული ჯგუფები გვასწავლდნენ რეგიონალისტური პრინციპით, ეს ითვალისწინებს უფრო მეტ სამეურნეო ფინანსურს და არა ადმინისტრაციულ მბრძანებლობის, თუმცა ამ რეგიონალისტურსაც თავის პრობლემები აქვს. ევროპაში მაგალითად ესეთ ქვეყნებია ესპანეთი, იტალია და თუ დააკვირდებით, ახლა ესპანეთშიც არის გარკვეული პრობლემები და იტალიაშიც ეს საკმაოდ კონკურენციაში არიან ეს რეგიონები ერთმანეთთან. ნუ პრინციპში კონკურენციაშიც უნდა იყვნენ. პრინციპში ყველას უნდა კონდეს თავისი შესაძლებლობა და არეალი.
მაგრამ მე ძალიან ასე ვთქვათ მაღელვებს ის ფაქტი რომ ძალიან გაიწელა ის ზედმიწევნით ამ 30 წელი 35 წელი ეს ყველაფერი გაიწელა მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობთ რომ დაახლოებით 5-6 თვის წინ Georgian Times-ზე დავიწყეთ ჩვენ ამაზე ლაპარაკი მე და ირაკლი გოგავა მე ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ კიდე 1-2 ჩემი სტუმარი თვითონ გადაცემას ქვია აგრარული და რეგიონული პოლიტიკა და უცბად აღმოვაჩინეთ რომ ჩვენს მეტი ამაზე სერიოზულად არავინ არ ლაპარაკობდა და უცბად აღმოვაჩინეთ გამოდის პრემიერი და ამბობს რომ შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო მე მქონდა კონტაქტი ვიცი შეხვედრაც მქონდა ჩვენ სამწუხაროდ ჯერ მათ არ იციან რა არის მათი ესე ვთქვათ სამომავლო ფუნქცია ისინი მათ გონიათ რომ აი ეს რაღაც რემონტები გზების და სკოლების არის ეს ძალიან ფართო და დიდი თემაა ჩავთვალოთ რომ ეს არის მეორე დონის ხელისუფლება თავისი დიდი ფუნქციებით და შესაძლებლობებით ამ შესაძლებლობებში ნახე მიწასთან რა არის მე მიწის ხარისხის მიკროზონული რუკები უნდა გავაკეთო მე რომ დავადგენ რომ აქ სოფლის მეურნეობის კულტურა პირობითად ხახვი არის საუკეთესო და მას შეიძლება კონდეს კონკურენტული უპირატესობა ამაში მეხმარება ის ციფრობრივი ანალიტიკა ხო მაშინ მე უკვე მესამე საფეხურზე გადავდივარ ეს არის კონკრეტული მიზნობრივი მოდელირებული პროგრამები სადაც რამოდენიმე ასე ვთქვათ ეტაპი, რამოდენიმე ფაზა განვითარების, აი ეს არის ზოგადად სიტუაციური ანალიზი და დაგეგმვა, განვითარების დაგეგმვა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან ჭრილში დაგეგმვა. ის რაც დღეს არ ხდება და ვერც მოხდება აი ამ მოცემულობაში და ნახეთ რატოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იძახის რომ მე მაქვს პროტექციონისტული პოლიტიკა სოფლის მეურნეობას ხელს უწყობ და აბა იაფის ესხი გინდა თუ რაღაცა დანერგე მომავალი გინდა თუ რაღაცა მზათავარ ეს გასაგებია როდესაც ქვეყანაში არსებობს ესეთი ცენტრიდანული აქტიურობა მასტიმულირებელი აქტიურობა და პროტექციონიზმი აუცილებლად უნდა იყოს ის რაც წეგან მოუყევი ის კვლევები და ეს სადღაც უნდა ერთდებოდეს უნდა იყოს სინერგია რომ საქმიანად დაიხარჯოს ეს ფული. ამას ქვია შედეგზე ორიენტირებულობის, ასე ვთქვათ, მაქსიმალური მოდელი. თუ მე იქიდან ფულს ყოფ, მე ყველა გადმოსახედიდან ვიცი ეს, მე არა ვარ რაღაც თეორეტიკოსი და მხოლოდ ახლა ვთქვათ, ეკონომიკის დოქტორი, რაღაცებს კითხულობს, არა. მე იმ უწყებების ხელმძღვანელიც ყოფილი ვარ ცენტრიდან, რომელიც ამ პროცესს მართავს, მე იმ რაიონის ხელმძღვანელიც ყოფილი ვარ, ყველა გადმოსახედიდან ვიცი, სად და როგორ უნდა შეერთდეს ეს პროცესი. და აი თქვა 35 წლის წინ 33 წლის წინ ვიყავი ასპირანტი და რამოდენიმე წლის წინ მე ხელმეორედ დავიცავი და ხელმეორედ განვაახლე თქვა ეს იმიტომ რომ ზუსტად ეს სინერგია ამის მნიშვნელობა დამეჭირა ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ გვაქვს ზრდა რატო არ აისახა ნახეთ ეკონომიკაში არის კიდე ესეთი ერთ-ერთი ინდიკატორი ჯინის კოეფიციენტს ეძახიან ამ ჯინის კოეფიციენტი ეს არის რამდენად თანაბარ ზომიერად ნაწილდება ის შემოსავლები და იზრუნვა. ჩვენ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უარესი ციფრი გვაქვს და ძალიან აცილებული ვარ ზოგადად ევროპულ ციფრს. დიდი სხვაობა. ამას ბევრი ახსნა აქვს, რატო, ვისი ფულია, როგორ არის, მაგრამ ეს ხო იგრძნობა რომ ჩვენ ეს ინკლუზიურობა არა გვაქვს. ეს ქმნის ინკლუზიურობას. მოკლედ თვითმმართველობას უნდა მიეცეს შანსი რომ უკეთესად იმუშაოს. წესი და რიგით ჩვენ ახლა ისეთი განვითარებულები უნდა ყოფილიყავით იმის შემდეგ რაც გავიარეთ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ ამაზე ჩემზე უკეთესად ყველა გამგებელი უნდა ლაპარაკობს მაგრამ თქვენ რომ მოусმინოთ იმათ რასაპირებთ თუ ის იძახის რომ აი ბაღია გასარემონტებული და ბაღს მივხედავ და იქ ის ქუჩა მინდა რომ განათებული იყოს და რაღაც ამათ ესენი ჩარჩნენ ამ სიტუაციაში ამათ გონიათ რომ ეს არის მათი საქმე ამ დროს ყველა ის მოსახლეობა მათ აბარიათ და მათი დასაქმების, კეთილმოწყობის, ყველაფერი, ასე ვთქვათ, მათი მოსაფიქრებელია და როდესაც შენ ამ ფორმით, რაც ახლა მე მოვყევი, ქმნი გარკვეულ, ასე ვთქვათ, პროგრამას განვითარების, მე უკვე აქ ჩდება ეს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში სტრუქტურული დალაგება, სისტემური დალაგება, რას ნიშნავს? მე 2 გექტრიანი, 4 გექტრიანი და 7 გექტრიანი მეურნეობები რომ აქ ამისგან არაფერი არ გამოვა. ეს ვერ შევა ვერასოდეს კონკურენციაში ვერც თურქეთთან, ვერც რუსეთთან და ვერც ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენ იმიტომაც
გვიჭირს და იმიტომაც არის იმპორტის ძალიან დიდი მოცულობა, ხო? ამიტომ ის რაც არის ჩვენს მეზობლებში, ჩვენ უნდა გქონდეს პირობა, რომ წამოვა ეს მასტიმულირებელი პოლიტიკა და საერთოდ მე თუ მკითხავთ, ორდონიანი უნდა იყოს ხარდაჭერა. კოოპერაციაც ჩავარდა ქვეყანაში. რატო ჩავარდა? იცით, ცენტრიდან იყო რაღაც ინიციატივა და ნებისმიერ ქვეყანაში ეს გრძელდება მერე. მე ესპანეთის მაგალითს გავეცანი და იწყებს ცენტრი თავის სტიმულით და ფუნქციით, აგრძელებს რეგიონი, თქვათ ვალენსიის რეგიონი და ამთავრებს ის კონკრეტული რომელიღაცა სადაც ეს ხდება. სამივე დონე შეიარაღებულია უფლებით, ფუნქციით და ფულით. რომ ამან იმუშაოს. არა, ჩვენ ვიღაცებს უთხარით, რომ არ გინდა კოოპერატივი, მოდი იქ დარეგისტრირდი, დაარეგისტრირდა, მე ჩვენი დონორები რაღაცებს ჩუქნიან და იქაც იყოს რომ მუდმივად მაიმუნობა ვიღაცას ჩუქნიდნენ, ვიღაცას არ ჩუქნიდნენ. საერთოდ კიდე ცალკე თემა არის ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, რომელიც სულ ცდილობს სოფლის მეურნეობაშიც ამ რეგიონულ მმართველობაში, რომ მისი დღის წესრიგით იყოს ეს პროცესი წარმართული, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებს ცოტა აცდენილია ხოლმე. ბატონ კოჩა, თქვენ შეეხეთ ციფრებს, თქვენ შეეხეთ სოფლის მეურნეობას, პროდუქტებს, იმპორტს. ამ შემთხვევაში მინდა გკითხოთ და თან თქვა ის მომენტი, რომ რაც არ უნდა ხშირად გვესმოდეს ფრაზები, რომ ეკონომიკურად ძალიან კარგ მდგომარეობაშია ქვეყანა, სამუშაო ადგილები იდეალურად არის, ფასებიც არაჩვეულებრივად არის დარეგულირებული და ასე შემდეგ. მეორე საქართველოში ვცხოვრობ, ალბათ მე ესე ვფიქრობ. მაინტერესებს, როგორც ამ დარგის ექსპერტს და ანალიტიკოს მინდა გკითხოთ, რატომ ძვირდება ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია იმპორტირებულ თან ერთად როგორ უნდა დაბალანსდეს და როცა ამბობთ რომ საქართველოში ესეთი მდიდარი ქვეყანა ვართ, მთავარი წყალი პროდუქცია, მიწა, ყველაფერი გვიწყობს, რატომ უჭირთ ადამიანებს ეკონომიკურად, რატომ ძვირდება სოფლის პროდუქცია? აი ის გამოსავალი პრობლემის გადაჭრის გზა, სტუდენტები ყველაზე ნათლად დამეთანხმებიან ამ კუთხით. და აი სწორედ ეს შეკითხვა მაქვს თქვენთან. ხო, საფასო პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია საერთოდ და მათ შორის საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იცნობს საფასო პოლიტიკასაც, ამერიკას აქვს საფასო პოლიტიკა, ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეს თქვათ ეკონომიკის ქვეყანა ხომ, იქაც არის საფასო პოლიტიკა, იქაც არის რაღაც გამორჩეული პროდუქტები, სადაც წინასწარ დგინდება და რაღაც არის მიზანმიმართული მუშაობა, რომ ეს პროდუქტი იყოს, ეს პროდუქტი ინახებოდეს, ზოგს აქვს რაღაც სტრატეგიული დანიშნულება. ჩვენ სამწუხაროდ წინა ხელისუფლების პერიოდში საერთოდ მოვარყიეთ. მორღვეულია ეს სიტუაცია. ჩვენ რომ ეფექტიანად მართოთ ჩვენი მიწის რესურსები, ჩვენ გვჭირდება აი ზედმიწევნით ყველა რეგიონის, ყველა ნაკვეთის, ყველაფრის ცოდნა გვჭირდება. აქაც დიდი ბოროტება ჩაიდინეს, როდესაც მიწის ბალანსი მოშალეს 2005 წელს იყო ბოლოს მიწის ბალანსი. ამის შემდეგ 20 წელი გავიდა, დღემდე არავინ არ იცის მიწის ბალანსი. ეხლაც არის ერთ-ერთი სამსახური, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს და რო უთხრა რომელიღაც მუნიციპალიტეტის მიწის ბალანსი მინდა, ისე კლასიკურად რო სახნავის, აძოვარის, ეს ფართობის არა აქვს, იმიტომ ვინც დარეგისტრირდა, ვიღაცებს მოდით დარეგისტრირდით, კლასიკური მიწის ბალანსი არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არარაციონალურად ვექცევით მიწას. თუ თქვენ აიღებთ სტატისტიკას სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ფულიც იხარჯება, ხო? ერთწლოვან კულტურებში შარშან დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი. 200,000 ჰექტარს ჩამოცილდა ერთწლოვანი კულტურების ქვეშ ნათესები. ესე რაც დრო გადის, სამწუხაროდ ინტერესს ვკარგავთ. რა არის მიზეზი, ხო? მიზეზი ის არის, რომ ჩვენ და ჩვენი მეზობლები ვართ არათანაბარ პირობებში. ჩვენი პრობლემა, ჩვენი მეურნეობების არის მიწის პარცელაცია, მიწის დანაწევრება, როდესაც დანაწევრებულია მიწა, ვიღაცას 2 გექტარი აქვს თუ 7 გექტარი აქვს, ხო? აქ ლაპარაკი იმაზე, რომ მაღალი ტექნოლოგიები, ტექნიკა აქვს, ასე თქვა, ტრაქტორი, საწყობები აქვს და რაღაცა ფაქტიურად არაფერი არ არსებობს, ხო? აი, როდესაც ოპტიმალური ფართობი, მაგალითად, ხახვი ვახსენე წეგან, რაღაც ხახვის მეურნეობისთვის შესწავლილია, არის სადღაც 125-დან 150 გექტრამდე. ამის ქვეშ ტექნიკის მოცულობა, სასაწყობო მეურნეობა და მოკლედ ციკლურად ყველაფერი, როდესაც ამხელა ფართობზე აკეთებ, მე უკვე შენ ტექნოლოგიურ უკასაც ხნი, მიკვლევადობის სისტემასაც ალგ. მოკლედ ყველა ცივილურ ელემენტს იყენებ. მაგრამ თუ შენ გექტარ ნახევარი, იმას აქვს 4 გექტარი, აქ ამ არეულ სიტუაციაში ხარჯები გაგექცევა, რენტაბელობა იქნება
ძალიან დაბალი და შესაბამისად შენ ერთი წელი დაზარალდები და შემოვა ირანული, თურქული თუ რუსეთ-ირანაც კი შემოდის ხახვი და შენ დაგანგრევს ახლა ამ სიტუაციაში, იმიტომ შენ თუ დაგიჯდა 60-70 თეთრი და მოგიწია იმაზე უფრო დაბალ ფასად, მეორე წელს რა თქმა უნდა აღარ გაეკარები, ხო? ამას აი ესე აღარ გაეკარებიში დაიკარგა ძალიან დიდი ფართობები, ძალიან დიდი კულტურები, განსაკუთრებით ბოსნეულის კუთხით უნდა ვთქვათ და ეს საუკეთესო სავარგულები ნელ-ნელა გადავიდა საქონლის გაძოვებაში, სხვადასხვა ბალახებს თესავენ, ეს საქონელიც არის, რომ აი აზერბაიჯანს, ერაყს და იმას მიყავს ეს ახალგაზრდა საქონელი, ამით ირჩენენ თქვა სოფელში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ხო? მთლიანობაში ნახეთ მიზეზი, რომ ჩვენ დღეს სოფლმეურნეობის პროდუქციაში გვაქვს მაღალი ფასი, ეს არის იმპორტ დამოკიდებულება, ძალიან სერიოზული იმპორტ დამოკიდებულება, სუსტი წარმოება, საკუთარი სუსტი წარმოება და რეგულირების, მართვის და ინსტიტუციური წესების არ ქონა. ამაში შედის ძალიან ბევრი რაღაც რეგულირებაში შეიძლება რეგულირებაც იყოს და რაღაცაში დერეგულირება პირიქით წაეხმარო, რაღაცაში პირიქით მოთხოვო, ხო? ჩვენ არ გაგვაჩნია ხარისხის კონტროლის სისტემა, მიკვლევადობის სისტემა, მეორე მხრივ თქვათ ამ ინსტიტუციურ წესებთან ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი დაცვის მექანიზმები. შეიძლება მაგალითად ჩვენ მეზობელ თურქეთში დასუბსიდირდეს ისევ ამ ხახვს ჩავეჭიდოთ სხვა რა დასუბსიდირდა ხახვის წარმოება და მათ დაუჯდათ პირობითად 30 თეთრი, აქ ჩვენ დაგვიჯდა 50 თეთრი, ვისაც კი მოყავდა ისიც დანგრეულია, ხო, შემოვიდა ეს ფერმერი ჩვენთან საქართველოში გაუბედურდა. რა არის აქ დაცვის მექანიზმი? ჩვენ სამწუხაროდ ისევ წინა ხელისუფლებას უნდა მიუბრუნდე, მათ მოშალეს მთლიანად საბაჟო დაცვა, ჩვენ გვაქვს ტარიფები 0, 5, 12. ფაქტიურად არ ვიყენებთ 12-ს, იშვიათად, ფაქტიურად ძალიან ცოტა 5-ს და ძირითადად გვაქვს განოლებული. თურქეთი აქ რო შემოვიდეს 95.6 ესე მახსოვს მთელი ჩამონათვალის, მისთვის არის 0. შენ რომ მოგიწიოს იქით გასვლა, ხო? სადღაც 24%-მდეა იმ დიდი ჩამონათვალის, ამ 24%-მდე ლომის წილი არის კვოტების. მე შემიძლია 1000 ტონა ბოსნეულ ბაღჩეული გავიტანო, 1000 ტონის შემდეგ 79%-ს ვიხდი. სხვაში არ მაქვს არანაირი შეღავათი და 125%. ეს არის საბაზრო ღირებულებები. ესე იგი, საერთოდ არ შემოხვიდეო. ეს როგორი სავაჭრო ხელშეკრულებაა, რო წარმოიდგინეთ, ხო, რამდენად თანაბარია. სხვა შორის ჩინეთიც რაღაცა კვოტები აქვს რაღაცეებზე და იცავს. ჩვენ არავისგან არ ვიცავთ თავს. აი საბოლოო ჯამში ამან დაანგრია. არის მე კანონი, რომელსაც ჩვენ ხმამაღლა ვითხოვდით ეკონომიკის სამინისტროსგან, კვირიკაშვილი იყო მინისტრი, ეს კომსიშვილი და ეს უქონდა ეს ომი რაღაც სოფლმეურნეობის სამინისტროს და მათ არო ანტიდემპინგური კანონი, ეს არის აი წეგანაც ვახსენე, რომ ვიღაცამ დიდი ფული მიცა მიზნობრივად, ჩვენ შეგვიძლია იმ ფულის მოცულობა განსაზღვროთ, რაც დახმარება იყო და იქიდან დამატებით დავბეგროთ, რომ სხვა პირობებში ჩავაყენოთ, მაგრამ ამას ანტიდემპინგური კანონი მიიღეს, მაგრამ სულ ვკითხულობ, ინსტრუქცია სამოქმედო დღემდე არ არის. ესეც მოსაჩვენებლად, რომ ვითომ რაღაცა დაცვა მიდის. მოკლედ, ჩვენი ბაზრის დაცვა არ მიდის, იმპორტიორები ძირითადად ერთმანეთთან გარიგებულები არიან და არავინ არ შემოიტანს დაბალ ფასს. ერთმანეთის კონკურენციაში და ჭიდაობაში არ შედიან, რაც უნდა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ისე რომ აქ ბევრი შემოვიდა, დივერსიფიცირება მოხდა, ეს უნდა ამას სიტყვებით ამბობენ, მაგრამ რეალურად მაინც სხვა არის. ფაქტიური გარიგება ხომ იშვიათად თუ ვიღაცას დაეჯახა, ძირითადად გარიგებულია და ამიტომ არის რომ ბულგარული რაღაც 6-დან 10 ლარამდეა, მწვანეა თუ წითელი, ხილი დანერგე მომავალში ამდენი ფული გვაქვს ჩაღურილი და 5-დან 10 ლარამდე მერყეობს, თქვა ვაშლია თუ ატამია თუ სხვა ხილია, ქლიავი, ხო 6-7 ლარი როგორ შეიძლება ღირდეს, თქვა ქლიავი. აი ამ მოცემულობაში ვართ და ვერ გავაკონტროლებთ, ჩვენ საფასო პოლიტიკა ვერ გვექნება. ერთ-ერთ პარტიას ჰქონდა პროგრამა, ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს და აქტიურ პოლიტიკოს არ მინდა ახლა დავასახელო და მე გარკვეულ ოპონენტათაც დამპატიჟეს და
იქ უნდათ ამათ აი ამერიკაში საფასო პოლიტიკა და დაუმტკიცე რომ ამ მოცემულობაში ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი საფასო პოლიტიკა იქიდან გამომდინარე რომ თქვათ არა გვაქვს დაცვის მექანიზმი, აბსოლუტურად მოღიავებული გვაქვს, აბსოლუტურად მოშლილია კონტროლის მექანიზმი ჩვენთან ბოდიში ამ გამოთქვამაში შეიძლება ნაგავი შემოვიდეს იმპორტი და ჩვეულებრივად გაიყიდოს, ვითომაც არაფერი. ეს მექანიზმიც უმნებლობის ამ კონტროლის მექანიზმით სუსტი გვაქვს. განსაკუთრებით ევროპულ პროდუქციას ფაქტიურად წვანეა კანთებული, თორე გარკვეულ ვალდებულებაში ვარ, თუ იმას ვაღიარებთ უკვე. იმას კონტროლი აღარ ჭირდება, ესეთი დამოკიდებულებაც არის. ხო, ძალიან დიდია თემა. ეს არის უაღრესად ღრმა თემა, უაღრესად დიდი თემა და როდესაც სოფლმეურნეობის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ახლა წინასაც ახალსაც ყველას ვიცნობდი და მაქვს ასე თქვა მეგობრული ურთიერთობა და კონტაქტი, ახალ მინისტრსაც უთხარი მე რომ გადაწყვეტილებების მიღების დრო. არა ის რომ თქვა ჩავედი იქ, ამას გავეცანი, ეხლა რაღაცა უცხოელებისთვის, ელჩებისთვის რთველი მოაწყეს. არა, ეს ყოველ კვირა, ყოველ თვეში ორჯერ მაინც უნდა გვესმოდეს ჩვენ აი რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეხლა თუ შენ ვერ გაიაზრებ რა მდგომარეობაშია ეს შენი დარგი, ვერ იღებ გადაწყვეტილებებს, შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე არ გაამართლოს, მაგრამ მოძრაობა დაიწყო ამ კუთხით და საზოგადოებამ დაინახოს, რომ შენ ამისთვის იბრძვი, თუ ეს ყველაფერი არ არის და შენ რჩები რაღაც ევოლუციური ინერციის რეჟიმში, ხო, ნუ აი სურათი ესა გვაქვს, ფასები მატულობს, ხალხი აბსოლუტურად გაურკვევლად არის, უიმედოდ არის, ერთის მხრივ კითხულობენ რა ვჭამოთ, მეორეს მხრივ ვიძახიან, რატოა ესეთი ძვირი. ეს მე ვიწინასამეტყველე რამოდენიმე წლის წინ, რომ ჩვენ მივალთ აი ამ დამოკიდებულებით იქამდე, რომ გვექნება ძვირი და დაბალი ხარისხი. მივედით მანდამდე. რასაც გისმენთ, მივხვდი და კიდევ უფრო მეტად დავწმუნდი, რომ სისტემა ამ მხრივ არის სრულად მოშლილი. და კონტროლზე საერთოდ საუბარი არ არის, მით უმეტეს საზოგადოებაც ვახსენეთ, მოსახლეობაც. მინდა გკითხოთ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ან აკეთებს და არც ისე ძლიერად, როგორც საჭიროა თვითმმართველობის გასაძლიერებლად, მოსახლეობას რისი გაკეთება შეუძლია, ან რა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ამ კუთხით თვითმმართველობა გაუმჯობესოს, აი ან თუნდაც საკუთარი რეგიონის, სოფლის განვითარებაში ჩაერთოს. სიმართლე გითხრათ იმ თემებზე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ესე დეტალურად, გასაგებად, არ გვაქვს მაინც და მაინც დიდი ფუფუნება. რომ ხშირად ვისმინოთ მის გამოსახულებას. მე გაწმუნდით, რომ ვისაც ეს თემები აბარია, იმან არის ის ალბათ ამის ნახევარიც, იმიტომ რომ ეს უნდა პრაქტიკაში გაიარო და ამაზე უნდა იფიქრო წლების განმავლობაში და არის ხოლმე იცი როგორი ის რომ ნიჭიერი კაცია და ეს ამას ისწავლის და რაღაც, მაგრამ არის ხოლმე დამოკიდებულება რომ შეხედო კოჭებს შემჩნევ, ეს ამას ვერ გაიგებს ვერასოდეს და აზრი არ აქვს, თქო იმას ელაპარაკო. აი ამ სიტუაციაში არ უნდა ჩავარდეთ. მე მუდმივად ამაზე როცა ვსაუბრობ, რამოდენიმეჯერ პრემიერსაც მივმართე, მე ვიცნობ მას და თან ვიცი რომ ამ თემატიკაში საკმაოდ გარკვეულია რეგიონულ საკითხებში და იმედია რომ მოიცლის და თვითმმართველობას ჩვენ სრულფასოვნად გამოვიყენებთ, ისე როგორც საქმე სჭირდება, ისე როგორც თქვათ მათ მომავალ განვითარებას სჭირდება. თქვენ კითხულობთ, აი რა უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ, რომ ეს ყველაფერი იცით, დღევანდელ სიტუაციაში ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს და აზრს ვერ ნახულობს ახლა ეს ხალხი. პირიქით ეცოდებათ ის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელები და იძახიან, ნუ არა ამას ვინ ეკითხება გავს. ეს ძალიან შეურაცხყოფელია ზოგადად, იმიტომ რომ ნუ ფუნქციონალურად კანონით თუ კონსტიტუციით ჩანაწერებით ყველაფერი, რა თქვია, ის არის ბატონ პატრონი ამ პროცესის ბოდიში ჩაგეჭრებით, ზუსტად ეგ ვთქვი, თქვენ რა თემებზეც საუბრობთ, არ აქვს მოსახლეობას იმის ფუფუნება, რომ ესე დეტალურად გაიგოს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მედიასაც საკმაოდ დიდი როლი აკისრია, რომ მსგავსი ტიპის სტუმრები, თემები განიხილონ და მოსახლეობას ამ ყველაფერზე ინფორმაცია მიეცეს. იმდანაც დეტალურად და გასაგებად საუბრობთ, რომ ამ ყველაფერს, რა ვიცი, ყოველ წამს ესე ვერ გაიგებ ტელევიზიისგან. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მედიასაც დიდი როლი აკისრია, მოსახლეობამ და ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს. რომ გქონდეთ განათლება ამ შემთხვევაში და მოსთხოვონ. კი, გეთანხმებით, რომ ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე რამოდენიმეჯერ მივმართე გადაცემა პირველ არხზე მაუწყებლობას, ქონდა რამოდენიმე გადაცემა, მათ შორის ეხებოდა რეგიონებს, რაღაც სიფცითი განვითარება, ნინო ზაუტაშვილს მიყავდა და რამოდენიმეჯერ ქონდა ესე თქვა ეს კომუნიკაცია და სულ პირდებოდა და რომ აი დაგპატიჟებთ,
აუცილებლად, იმიტომ რომ რამოდენიმე გადაცემაში ისეთ სამარცხვინო რაღაცებს უსმინე, ისეთ აცდენილ რაღაცებს, რომ მაგისთვის ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლობა მისთვის ფულს არ უნდა იხდიდეს და ამაზე დროს არ უნდა ხარჯავდეს. ახლა ვიღაცის ფანტაზიებში და ვიღაცის გაურკვევლობაში და ამას ერქვა თქვა რაღაც სივრცითი მოწყობა, რეგიონის განვითარება, ან ვიღაცის ცხოვრებას მოყვებოდნენ თუ ძალიან პრიმიტიული იყო, ან ძალიან არაპროფესიული. ხო და ნუ აი რაღაც ერთი წლის განმავლობაში სულ მეუნებოდა რომ აი თქვენ ახლა აი შემდეგ იმაში არ დამიძახეს. ანალოგიურად ისევ საზოგადოებრივზე მიყავდა გადაცემა თანაწამყვანი იყო ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, საკმაოდ ცნობილი ადამიანი და უთხარი რომ რატო მოყავს აი ეს სტუმარი, რომელიც ამ შემთხვევაში ქადაგებს რაღაცა გაურკვეველს, რაღაცა ესეთ რაღაც კოსმოპოლიტური, ლიბერალური და ეს ამ დროს რეალური საქმეა გასაკეთებელი. ხო, ნუ იმასაც აძლევდნენ დავალებას, რომ აი ეს მოიყვანენ. გარკვეული, ესე ვთქვათ, მოსაზრება გაჩნდა, რომ ვიღაცები ბლოკავენ ესეთი ტიპის ღია ინფორმაციას, არ აწყობთ ამ ტიპის ანალიტიკა. ურჩევნიათ, რომ აი ზრდა გვაქვს ჩვენ და ვიღაცა რომ გამოვიდეს პირობითად ვიღაცა გოჩა იქნება თუ მარიამი და თქვას რომ იცი რა ეს ზრდა რომ მე მინდა რომ ეს ზრდა ეხლა საზოგადოებას დავანახო გავშალო ეს ადამიანები ხო ფიქრობენ რომ რატომ მე არ მეხება და აუხსნა რატო არ ეხება მათ და როგორ შეიძლება შეეხეს და რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი რა თქმა უნდა იმ არხებზე სადაც მათ აქვს სრული კონტროლი არ აწყობთ ეს უნდათ რომ მიდიოდეს მესიჯი რომ აი ზრდა არის აღმავლობა კეთილგანწყობა მე ბევრჯერ მაგადაცემაში ნათქვამი რომ კარგია ზრდა კარგი ნიშანია ერთ-ერთი ესე თქვა სიგნალია რომ რაღაცა უარყოფითისკენ კი არა დადებითისკენ შეიძლება წავიდეთ მაგრამ იმის გამოცხადება რომ საოცრებები ხდება და ხალხო აი ეს ადამიანი უყურებს ამას და ფიქრობს ან მატყუებთ ან უბრალოდ ესე თქვა მე ვერ მოვერგე ამ სიტუაციას და რაღაცა საშინელ მდგომარეობაში აყენებ ამ ადამიანს. არავის არ უნდა დაიჯეროს რომ თვითონ არის ან მოუმზადებელი ან სულელი, ფიქრობს რომ მატყუებს ეს. და პირიქით მოუწოდებდი მაშინ რომ ამას რომ ამბობ იქვე დააყოლეთ რომ გასაკეთებელია ესე, მივიღებ მე ამას. საზოგადოება მიიღებს ამას, ვიცი რა, კარგია რომ თქვა ჩვენ ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ აი ამ დიდ პოლიტიკურ ჯანჯღარში. კარგია რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა, მაგრამ იცით რა ამას აკლია ინკლუზიურობა, ამას აი მაგალითად ჩვენ თქვათ შეგვიძლია რეგიონები ესე განვავითაროთ, ჩვენ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები და ჩვენ გვექნება ეს, მაგრამ რო გამოაცხადო, ერთი როცა რაღაცას ლაპარაკობ და აცხადებ, უნდა იცოდე რასაც აცხადებ, ხო? და მეორე რაღაცა მონახაზი მაინც უნდა გქონდეს ამაზე. ამიტომ მე მაგალითად ახლა ფიქრობ რომ ორი მიმართულებით სოფლმეურნეობის ნაწილშიც და რეგიონული განვითარების ნაწილშიც, რომელსაც ვთვლი რომ ასე თქვა, ჩემთვის ყველაზე ახლობელია იმ საერთო ეკონომიკურ თემატიკასთან ერთად. იმასავით ვარ, აი რა ქვია, კეთილი კონსტრუქციული მეგობარივით, იმიტომ რომ ვიცნობ ამ ადამიანებს, მინისტრებს და მოადგილეებს და ხელმძღვანელებს, მეც მიმუშავია, მათ ახლა დღეს მოადგილეები არიან, თქვათ, რომლებიც ჩემი ყოფნის პერიოდში რაღაც სხვადასხვა სექტორს ხელმძღვანელობდნენ, ადამიანურად არ მსურს რო თქვათ რაღაცა ვიყო კრიტიკული, იმიტომ რომ არავის არ სიამონებს, ახლა როცა მე ვიყავი მაღალთან არც მე არ სიამონებდა, თუმცა ყოველთვის ვიძახდი ხოლმე კონსტრუქციო, თუ კი რამე იცით, თუ კი რაღაცა იდეა მოგივიდათ, ან რაღაცა თქვათ განსაკუთრებული ცოდნა გაქვთ, გისმენთ, მოდით, აი თუ ამ რეჟიმში გადავა ეს ხალხი რომ რაც შეიძლება მეტი განვიხილოთ, რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ, იქნება უკეთესი. თუ არ გადავლენ ამ რეჟიმში და ჩაიკეტებიან და ამდენი ხანიც ვიქნები, აი ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ, ხო? ნუ მაშინ ჩემზე კი არ არის დამოკიდებული. უბრალოდ საზოგადოებრივ, ესე ვთქვათ, საზოგადოება დაადანაშაულებს მათ სამომავლოდ უპასუხისმგებლობაში. მარტო კორუფცია არ არის პრობლემა. არის თქვათ, რაღაც ვიღაცა თამს იღებს, ვიღაცა მაიმუნებს. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ მე თქვენ დღეს ჩაგაბარეთ დარგი, დაგავალეთ რაღაც და თქვენ ან არ შეგიძლიათ, ან არ აკეთებთ.
ესეც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა. უპასუხისმგებლობასთან ერთად არაჯეროვანი შესრულება, გადაცდომა, ისიც გადაცდომაა, რომ მე შენგან ველი ესე ვთქვათ, საქმეს რეფორმას, ამის კონტროლს და შენ დადიხარ და ვთქვათ, უცხოელებს ასეირნებ, ხო? და სადღაც გამოფენებს მიწყობ მარტო. ესეც არ არის, ეს ვთქვათ, მიზნობრივი მოქმედება. ამიტომ თუ პრემიერი მოახერხებს და ცოტა მეტ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გააჩენს ამ თემაში, ნახეთ 2020 წელია, მე მგონი 19 თუ 20 წელს არის მიღებული სამთავრობო დადგენილება, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა უწყებებიდან. ეხლა რომ დააკვირდეთ თქვენ, ეს არის აუცილებელი და დიდი ეს იმდენი დოკუმენტია, თქვენ რო ნახოთ დემოგრაფიული სტრატეგიის დოკუმენტი გაგიკვირდება, თუმცა ნაბიჯი არ არის გადადგმული. ამ დოკუმენტშიც ეხლა რაც ეგან ვახსენე, ხო? ნახეთ რა ხდება, თუ მე სამინისტრო ვარ და ჩემს უწყებრივ, ესე ვთქვათ, მიმართულებებს ვაკეთებინებ, მე ნაერთს ვაკეთებ და მე ვაკეთებ, გაძლევ თქვენ სურათს მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშის, მე უკვე უნდა დავფიქრდე და რას მივახციე, როგორ მივახციე, თუ რა თქმა უნდა ეს კვალიფიციურად არის გაკეთებული, შემდეგ წელს უკვე გეგმავ გაცილებით უკეთესად, მაგრამ თუ მე შემოვიფარგლე და ძირითადად შემოფარგლული არიან ხოლმე მონიტორინგის, თუ მე უბრალოდ დავითვალე, რამდენი ფული დავხარჯე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებში, იაფსესხში დავხარჯე ამდენი, დანერგე მომავალში დავხარჯე ამდენი, არა, მე მაინტერესებს მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, შეფასებითი დოკუმენტი, რო დახარჯე, რა ეკონომიკური ეფექტი მივიღე, რა სისტემური ეფექტი მივიღე, რა ტექნოლოგიური გარღვევები მაქვს და ასე შემდეგ, ბევრი ინდიკატორის მოფიქრება შეიძლება. თუ მე ამ შემთხვევაში პრემიერის ადგილას შევძლებ და ეს იქნება დამძიმებულიც, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უკვე სხვა დონეზე აყვანილი, რამდენი აპრილის დასაწყისში შეიქმნა რეგიონული სამინისტრო. ეხლა რასაც მე ვქაქანებ, ხო? აქ რეგიონული მინისტრი და მისი მოადგილეები უნდა იჯდნენ და მთელ ქვეყანას ეუბნებოდნენ, როგორ უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, რეგიონული მართლობა, როგორ განხორციელდება დეცენტრალიზაცია, როგორ აეწყობა მათი ბიუჯეტები, გადასახადებში რას ფიქრობენ, შემავსებელი ტრანსფერი რა იქნება, მიზნობრივი ტრანსფერი რა იქნება, ფუნქციონალურად როგორ დაიტვირთებიან, რას ნიშნავს რეგიონული ეკონომიკა, როგორ გავაკეთო მე ამ სოფლის განვითარების კონცეფცია. ჩვენ 2024 წელს არის გაკეთებული გადაწყვეტილება მთავრობის ჭკვიანი სპეციალიზაცია იმერეთის რეგიონისთვის. ეს დოკუმენტი საინტერესოა, ეს არის ერთ-ერთი ევროკავშირის პროგრამებიდან. მე ამ დოკუმენტს გავეცანი, მაინტერესებდა იქ თქვა სოფლის მეურნეობის ნაწილი რა იყო, სულ არის თქვა 4 პრიორიტეტი, მათ შორის ერთი სოფლის მეურნეობას ეხება, ხორცის წარმოება, იქ ფრინველზეა საუბარი. მე დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ ის ვინც უნდა იცოდეს ადგილიდან დაწყებული, ცენტრი დამთავრებული, თვითონ ამ დადგენილების, თავრობის დადგენილების არსებობაც არ იცოდნენ. არათუ თქვათ მისი შინაარსი, ხო? ხო, ამიტომ ეს არის თემა, რომელიც და ხშირად ვამბობ ხოლმე სხვათა შორის, რომ პრემიერის ინსტიტუტს გაძლიერება ჭირდება, იმიტომ რომ პრემიერი კოორდინატორი კი არ უნდა იყოს, პრემიერი უნდა იყოს მარტო ასევე დავალების გამცემი, ამ პროცესის მაკონტროლებელი, მონიტორინგი არ არის საკმარისი, აი ზუსტად ის დადგენილება სამთავრობო, რომელიც მონიტორინგის შეფასებას და ანგარიშს, აი ამის კონტროლს უნდა ახორციელებდეს. როდესაც მე სამინისტროში ვიყავი, მე ვიყავი სტრატეგიის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი. სტრატეგიის ხელმძღვანელი ჩემი ინიციატივით გაკეთდა სამოქმედო გეგმა და ასევე შეფასებითი ინდიკატორები. ამ შეფასებითი ინდიკატორებს უჭირდათ გაკეთება, ვერ აკეთებდნენ და ვიყავით აი ამ პროცესში. დისკომფორტი ჰქონდა სულ ყველას, იმიტომ რომ საკმაოდ რთულიც არის და ცოტა სხვა რაღაცეებთანაც არის დაკავშირებული. მე გადავედი დაუკრეფავში და არასამთავრობო სექტორს ვთხოვე, რომ თქვენ აქ რაღაც ფულს რო ხარჯავთ, თქვენი გაურკვეველი პროგრამები, თქვენც უნდა დაექვემდებაროთ ამ სტრატეგიის მიზნებს და ამოცანებს. ამიტომ მე მჭირდება თქვენი ანგარიშები, ხარჯების კლასიფიკაცია, შეფასება, ბენეფიციარები და ასე შემდეგ. და თქვენ იცით როგორ იყვნენ ესენი, როგორ მოქმედებდნენ ახლა დროს, რომ ძალიან ბევრს გძელიან აქ.
მე მაქვს პროგრამა 5 მილიონის, პროგრამას ქვია მეცხოველეობის განვითარება, რაღაც მერძევეობის ხაზი და დამთავრდა. ეს ინფორმაცია, ეს ანგარიში რო ეს მაქვს და დანარჩენი რო თქო, დეპუტატის ესე თქვათ მოთხოვნებიც გვაქვს გაგზავნილი. პასუხი მოდის, რომ იცით რა, ჩვენ გვაქვს გენერალური ხელშეკრულება, სადაც ანგარიში ვალდებული არა ვართ, რომ ეს თქვენ გაგიშიფროთ. ახლა როდესაც მე ამათ ვთხოვ, რომ მე ამ სტრატეგიის მართვაში მჭირდება თქვენი ხაზის გაშიფრვაც, რა თქმა უნდა, მე წითელ ხაზებზე გადავედი მათთან ურთიერთობაში და ეს ძლიერი ჯგუფია. ეს ფინანსურად ძლიერი ჯგუფია, ესენი წლების განმავლობაში აფუჭებენ აქ საქმეს და ანგრევენ, მე თუ მკითხავთ და ამათთვის პირველი რიგის ამოცანა გახდა როგორმე მე სხვაგან გადავადგილებულიყავი და აი ამ პროცესისთვის ხელი არ შემეშალა. ეს ძალიან ბევრი სიმახინჯეა. ეხლა თვითმმართველობაზე ვსაუბრობ ჩვენ, მე გეტყვით ეხლა ერთ რაღაცას, რომ საზოგადოება მიცოდეს. შარშან გამოვიდა კანონი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების და ამ კანონთან მიმართებაში მე მქონდა ძალიან ბევრი შენიშვნები. არსებობს ეს ჩანაწერი, მე დავესწარი კომიტეტზე გავაკეთე ეს შენიშვნები. დამეთანხმა თავმჯდომარეც კომიტეტის, დამეთანხმა ყოფილი თავმჯდომარე წილოსანის დამუშავებული იყო ადრე და უკვე გადამდგარი იყო, დაწინაურებული ასე თქვა ვიცე-სპიკერად, წინმეჯ და წილოსანის და თქვა რომ ეთანხმები ბატონ გოჩას, უნდა გათვალისწინებულიყო ეს ყველაფერი. თუმცა რაც შევიდა ისევის გამოვიდა. რატო ევროკავშირის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ნორმა იყო, იქ ჩანდა ვითომ დეპუტატებას, მაგრამ მე ვიცოდი ვისგანაც მოდიოდა. რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი და რატო გამოვიდა შენიშვნების გარეშე? თვითმმართველობის დონე ხო არა გვაქვს ჩვენ დაბალი დონე. აი ამ კანონით შესაძლებელი ხდება ეგრეთ წოდებული ევროპული ლიტვაში გააკეთეს, არის პროგრამა ლიდერი, რომელიც ქმნის თავის ჯგუფებს ადგილებზე, ეს თავის ჯგუფები იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ესენი ფულს იღებენ დონორებისგან და ამ კანონით ვალდებულებას იღებდა მუნიციპალიტეტი, რომ იმასაც უნდა ფული მიეცა, ესე იგი გარე ძალა არასამთავრობოს მეშვეობით იქ სოფელ თემში გიქმნის რაღაც ჯგუფს, რომელსაც უნდა მიიღოს რაღაცა გადაწყვეტილება. ამ დროს შენ გაქვს თვითმმართველობის არჩევნები. შენ ირჩევ დეპუტატს იქ ოფიციალურად, ხო? დეპუტატი არაფერი არ იქნება იმ რგოლების განსხვავებით. ისინი მიიღებენ ბევრ შეღავ. ეს არაფრის მომცემი არ არის, ეს აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნის იმან. აქაც სიმძიმეა. იმას თუ ვაპროტესტებდი არასამთავრობოების მოძრაობას 7-8 წლის წინ, ხო? ამას შარშან ვაპროტესტებ, დიდი ხანია უკვე შეიცვალა ის. და ისეთ რაღაცეებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. მე იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბოლოს ყველა მოადგილე ვერ წარმოიდგენთ სად მუშაობდა და რა გამოცდილება აქვს. USAID-ში. ესე ჩვენ ტრამპიდან დაწყებული საქართველოსი დამთავრებული USAID-ი ჩადეს მიწაში დაამთავრეს ყველაფერი და იქიდან გამოთავისუფლებული კადრები პროგრამა დამთავრებულები ეხლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ეს ხალხი ვერ მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს ვერასოდეს რეფორმატორულ გადაწყვეტილებებს, ვერასოდეს თემის გართულებაზე თუ თემის განვითარებაზე ესენი არ წავნენ, ესენი მიჩვეულები არიან იმ სქემით მუშაობას, გაჭაღარავებულია იქ ხალხი ამ სტრუქტურაში მუშაობით და ეს ხალხი მიიყვანეს ახლა იქ. აი ლოგიკურად რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს. ამიტომ მე ამ პერიოდს მაინც გარდამავალ პერიოდს ვეძახი, ძალოვნებში განხორციელებული ცვლილებები მაძლევს ამის თქვათ კარგ მოლოდინს, რომ ის ვინც ქვეყანაზე არ ზრუნავს, ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, ის აუცილებლად ჩაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკურ ბლოკშიც უნდა განხორციელდეს ესეთი ცვლილებები, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნელ-ნელა ამ ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმიდან. თუ მთელ მსოფლიოს არ მოწონს და ტრამპიდან დაწყებული საქართველოსი დამთავრებული პოლიტიკაში ლიბერალიზმი და deep states ხშირად ვახსენებთ, ხო? მე რაში მჭირდება ეკონომიკური deep state-ი, რომ რომელიღაცა ჯგუფები და რომელიღაცა არასამთავრობო სტრუქტურები აქ დღის წესრიგს მიქმნიდნენ ამა თუ იმ დარგში და რეალურად აჩერებდნენ, რეალურად სტაგნაციაში იყოს. ის რო ვახსენებ ჭკვიანი სპეციალიზაცია, ამას კიდე სხვა გაგრძელება აქვს. ის რაც გააკეთეს ამათ გარკვეული ფული და გარკვეული მიმართულება ვერ წარმოიდგენთ რა კუთხით არის წასვლა. არა იმ კუთხით, რასაც მე აქვს ხსნი და რაც მნიშვნელოვანია. არა, რაღაცა რომ დაიხარჯოს, არის
საფასონე რეჟიმშია. ეკონომიკა რა არის მისი შინაარსი? მე მაქვს რაღაცა გარკვეული სამეურნეო შესაძლებლობები, ადამიანები, მიწა თუ ხელსაწყოები თუ ტექნიკა, აი ამ მოცემულობიდან უნდა მივიღო მაქსიმალური ეფექტი. რატო არა მნიშვნელოვანი ეს მიკროზონული კვლევები და მიზნობრივი პროგრამები? იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს ყველაფრის ადგილზე ისე შესწავლა, რომ მე ზუსტად ვიცოდე, რომ მე მივიღებ კონკურენტული უპირატესობით პროდუქტს. ეს არის უმთავრესი. სამი განსაკუთრებული მიზანი გვაქვს ჩვენ ახლა სტრატეგიაში 21-27 წლის. ეს არის ზოგადად მიღებული უვნებლობის თემა, თუმცა აქაც ძალიან სერიოზული ჩაღრმავებაა საჭირო. აი უვნებელია პროდუქტი, რომელსაც დღეს თქვენ მიირთმევთ. აპრიორში იცით, რომ ეს არის საშინელი პროდუქტი. დღეს თქვენ არაფერი არ დაგემართათ, არ მოკლა კაცი, დიდი ისა აქვს, ასე ვთქვათ, არის დიდი ლუფტი ამ იმას. მაგრამ ითვლება უვნებლად, არავის არ დაუმტკიცებია გენმოდიფიცირებული მერე რას მოგვიტანს, როგორ მოგვიტანს და სხვა ტიპის პროდუქცია, ხო? უვნებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაო გვაქვს, იმიტომ რომ აქ უნდა იყოს ძალიან გამართული სისტემა. ჩვენ დღესაც ვითვლებით ვეტერინარულად არაკეთილსაიმედო ქვეყანად, ეს ძალიან ასე ვთქვათ მძიმე განცდას გიქმნის ნებისმიერ ადამიანს. უვნებლობის შემდეგ მოდის კონკურენტული უპირატესობის სისტემა და მისი მიზანმიმართული ასე ვთქვათ ამოქმედება, ხო? ეს თეორიაში მიღებულია ვთქვათ რაღაცა 5 დიდი თავი კონკურენტული უპირატესობის სახელმწიფოს, ეკონომიკის, სექტორული ეკონომიკის, თვითონ ორგანიზაციული პროდუქტის, ამას თავის ჩაშლა აქვს. ეს სად მოისმინეთ ან გაიგეთ თქვენ? გაქვთ ეგეთი ის, რომ ჩვენ რაღაცა განსაკუთრებული გავაკეთეთ და ჩვენ რო გვინდა ამ ხახვს ჩავეჭიდეთ ახლა ჩვენ დღეს, რომ ხახვი გვინდა რომ იყოს კონკურენტული უპირატესობის, ხო? აი რამე პროგრამული გვაქვს ამასთან, რომ იყოს ეს პროდუქტი კონკურენტული უპირატესობის, მას სჭირდება ჯერ სტრუქტურული ერთეული, რაც წეგან ვახსენე, ხო? რაღაც ოპტიმიზაცია ამისი. მერე სჭირდება მიკროზონული კვლევა, მე უნდა მქონდეს კლიმატური რუკები, ტემპერატურები თავიდან ბოლომდე როდის ითესება, როგორ მერე მე უნდა მქონდეს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი. სადაც მე არა მხოლოდ მისი შემადგენლობა მაინტერესებს აზოტის და ფოსფორისის, ასევე უნდა ვიცოდე შრეები, წყლის ჩასვლის, გაჩერების, თეთრი სისტემა. ესე იქმნება პროგრამა. აბა ისე გააკე მოიყვანო, კაცო, გლეხმაო კარგად იცის, აღარ იცის, იმიტომ რომ ძალიან წინ წავიდა ქვეყანა, ძალიან გაძვირდა იმ ფასები რო იკითხეთ მაშინ, ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან გაძვირდა შრამქიმიკატები. რაც მეც მიცემს ამ გლეხს გონია რომ ეს კარგია, ხო აი ვენახები ადრე თუ 2-ჯერ 3-ჯერ შეწამლობდნენ, ეხლა ვიღაცას თავი, აქნა კაცო 15-ჯერ შევწამლე და 20-ჯერ შევწამლე და ამ მდგომარეობაში ჩავარდა ფერმერიც და მოკლედ აქ ძალიან სერიოზული ცოდნაა. ცოდნა მივა იქ, სადაც ეს პროცესი დალაგებულია, აქ ყველაფერი მიწის პარცელაციიდან დაწყებული ორგანიზაციული საკითხები თუ სტრუქტურული საკითხები დალაგებულია და იცი, აი იქ მივა ფული. იქ ფულიც მივა, შედეგიც დადგება და ასე შემდეგ და თუ ჩვენ ამისკენ მოძრაობა არ გვინდა, გვაშინებს და გვეშინია და ვიძახით რომ ნუ ეს არ არის სამინისტროს ფუნქცია, ეს გლეხის ფუნქცია. ამას ამბობდა წინა ხელისუფლება და ინერციით მოყვებიან და ამას ვამბობთ დღესაც. ეს არ არის სწორი პოზიცია. თემ სოფლიოში სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არსად სოფლმეურნეობის სისტემა არ მუშაობს. სადღაც ჭირდება მეტი დახმარება, სადღაც ჭირდება მეტი პროტექციონიზმი, სადღაც ჭირდება მეტი სტიმულირება და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება სათემო კავშირის, რატომ მნიშვნელოვანი სათემო კავშირი და არ დაგვაუწყდეს თქვათ ჩვენი გაერთიანებული საქართველო, რომელიც იბრძვის აი ამ პლატფორმისთვის, რა არის აქ მნიშვნელოვანი ნახეთ და განსხვავება რა არის. განსხვავება ის არის, რომ თუ სხვაგან ფიქრობენ ზოგი ესე რომ თვითონ იცის ამან რა გააკეთოს, მაგალითად თქვათ გირც ხო ეს ლიბერალური ისე აქვს რაღაცა, არ უნდა ჩაერიო, ხელი არ უნდა მოკიდო არაფერს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით თვითონ იმ სოფელ თემის დონეზე ჯერ კონცეპტუალური ხედვების ჩამოყალიბებას. აი თეორია იცნობს ესეთ მიდგომას, როდესაც ნებისმიერი თქვათ სოფლისთვის დგება
ზოგადი კონცეპტუალური ხაზი. ეს რას ნიშნავს? სოფლის განვითარების პოლიტიკაში არის, აი რომელიღაცა სოფელი არის შერეული ტიპის, აქ ვაჭრობა შეიძლება, სხვა დარგებით შეიძლება და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა და ამას შერეულ, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ მოდელს ეძახიან. სადღაც 90-95% პირდაპირ მიბმულია სოფლის მეურნეობა, ამას სხვა სპეციფიკის ეკონომიკას ეძახიან და ამას სხვა მიდგომა ჭირდება და არის რთულად საცხოვრებელი, სადღაც დეგრადირებული ნიადაგია თუ სადღაც ვერტიკალური ზონალობაა პრინციპი მაღალი მთა, ხო ამათ სხვა მიდგომა ჭირდება. ესე უკვე პირველივე საფეხურზე განსაზღვრულია რომ კონცეპტუალური მიდგომა ამისთვის სხვა უნდა იყოს, ამისთვის სხვა. ერთიანი ეს საჭიროა, იმიტომ რომ ჯერ ხო ისედაც ყველას თავის სპეციფიკა აქვს, მაგრამ ამ ნაწილათაც უნდა მოხდეს სორტირება. და აი ესე ადიხარ ნელ-ნელა ზევი და მიდიხარ აი იმ მიზნობრივი განვითარების პროგრამამდე. ეხლა ყველა საფეხური რომ მოუყვეთ და კონკურენციული უპირატესობის სისტემამ როგორ უნდა იმუშაოს, სად გჭირდება თვითმმართველობა, სად გჭირდება მაკროეკონომიკური, ასე თქვა, ზოგადად პოლიტიკა, სად გჭირდება სექტორული პოლიტიკა, თვითონ იმ ფირმამ, კომპანიამ, ჰოლდინგმა თუ კოოპერატივმა როგორ უნდა იმუშაოს, პროდუქციაში რა უნდა დაიჭირო, თქვა, ჩვენ ხარისხობრივი, გემოვნური, მიკროზო, მაგალითად ჩვენი ატამი რო შედის, ჩვენ ჩრდილოეთ მეზობლებთან ბაზარზე, ხო გვიფუჭდება, ეხლა ხარისხი ყველა ვამჩნევთ, აი ამ შრამქიმიკატებით ფუჭდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად სხვა ქვეყნებიდან კიდევ უარესია, რომ ჩვენი ატამი რო შედის, აჩერებს დანარჩენს. იმდენად მოთხოვნადია მაინც გემოვნური თვისებებით. ესე იგი, იმ კონკურენტული უპირატესობის სისტემაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ პროდუქტსაც განსაკუთრებული გააჩნია. აი გეოგრაფიული აღნიშვნის ვიღაცა ლაპარაკობს თქვა ჭოპორტის პამიდორზე, ვიღაცა ლაპარაკობს ახალქალაქის კარტოფილი. ამას ყველაფერს აქვს გემოვნური ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. ესეც გამოსაყენებელია. მოკლედ, იმდენად დიდია სისტემა და იმდენად დავარცხნილი და დალაგებული ესე თუ ეტაპებად თუ ფაზებად მიდგომა ჭირდება, რომ ამას შრომა ჭირდება და ეხლა თუ შენ უბრალოდ გაერთობი და ასე ვქვია, რთველში ივლი და ბანკეტებზე ივლი, ხო? ეს თვითონ არ გაკეთდება. თეორიული პრაქტიკული ცოდნა. ხო, უნდა. ძალიან სიღრმეში ჩახვიდე თეორიაში და პრაქტიკაში უნდა დაინახო, დიდ სურათში უნდა დაინახო ამის განვითარება. ამიტომ აი საქართველოს სათემო კავშირს და ამ შემთხვევაში ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს აქვს სურვილი რომ აქ იყოს ჩაჭიდებული. აქ არიან ადამიანები, ვინც აი ეს უყოლაფერი ესე ვთქვათ იციან და ბევრი პრაქტიკოსი ადამიანიც ყავს და აქ არიან ადამიანები, ვინცაც იურისტები, რომელსაც შეუძლიათ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადონ, იმიტომ რომ ყველა ამ პროცედურას გარკვეულწილად ჭირდება ხოლმე გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები. ამისთვისაც მზად არიან და ეს პლატფორმა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არის მნიშვნელოვანი. პარტიამ ჩათვალა და იმიტომ ვარ თქვათ მე მათი მეგობარი ამ ნაწილში, რომ მნიშვნელოვანია პოპულარიზაცია გავწიოთ. თქვენ გადაცემაშიც ამას წინათ პირველ საზოგადოებრივზეც ვიყავი, იმიტომ რომ არა თქვათ ჩემთვის პარტიული ის არის ახლა ნომერ პირველი პარტიის წევრები და პარტია შენების რეჟიმშია, მომავლის თქვათ პარტია თუ ასახელებ ხოლმე და იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი დროთა განმავლობაში აუცილებლად შეუერთდება. თავარია პარტიისთვის იყოს საინტერესო პლატფორმა. ეხლა საქართველოს ჭირდება თვითმმართველობის დონეზე ძალიან სიღრმისეული, ასე ვთქვათ, მიდგომები, ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართვა და ეს მსოფლიო გამოცდილება უნიკალურია ისრაელის, იაპონიის, ამერიკის იმაში შეიძლება ჩაიხედო, აგერ ესპანეთი, იტალია, ჩვენ მიკროზონაში რომელი ქვეყნებიც არიან ჩვენი სპეციფიკით, ავსტრია, შვეიცარია, ეს ვერტიკალური ზონალობის პრინციპი ძალიან საინტერესო ერთად ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა ეხლა უნდა ჩაგირთო და გაჩვენო იტალიის და შვეიცარიის მაღალფრიან სოფლებს ათვალიერებ და აქ როგორ არის განვითარებული მეცხოველეობა, რა ხარისხის რძეს იღებენ ალპურ ზონაში და რა პირობები აქვთ მათ და პირდაპირ დამანახა აი ამ საშინელ ერთ-ერთ მაღალ წერტილში როგორ შედის პირდაპირ იმის გზა და აი ახალ დაგებული ასფალტიც კი ჩანს, დამანახა იქ ტრაქტორი, დამანახა იქ საძოვრებზე როგორი მოვლილი იყო. ყველაფერს აქვს, ესე ვთქვათ, სოფლის მეურნეობა სამბოლოო დროს ევროპაში ეძახიან ჭკვიანი სოფლის მეურნეობა დამატებით, იმიტომ რომ
კლიმატთან მიმართებაში არის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ადაპტირება უნდა მოახდინო. მოკლედ, აქ მიტოვება ფერმერების, გლეხების, სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების, რომ მან თვითონ მიხედოს ამას, ეს ყოველად დაუშვებელია, იმიტომ რომ ნახეთ რამდენი რაღაცა ვთქვით ჩვენ აქ. ფიზიკურ-ქიმიური თემატიკა, ბიოლოგია განსაკუთრებულ სიგნალში, ტექნოლოგიური სქემები, ამ პრეპარატების და ამის უყოლაფრის დათვლა და ფორმულების გამოყვანა, კლიმატური რუკების შესწავლა და ამაზე სწორი აქცენტების გაკეთება. აღარ ვიძახი ახლა რენტაბელობას და ეკონომიკურ დათვლებს და იმებს. უამრავია და როგორ გინდა ახლა შენო იმ ადამიანს, იმ ადამიანმა იცის თავის დაკვირვებით პრაქტიკულად ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება შენ არ იცოდე და ამით შეავსოთ ერთმანეთს, მაგრამ შენი ცოდნა იქ უნდა მიიტანო და დაეხმარო ამ ადამიანს და ამ ნაწილში სახელმწიფომ არ შეიძლება რომ ხელი დაიბანოს და თქვას რა ჩემი საქმეა, მე ხო რაღაცა პროგრამა გავაჩინე და დანარჩენი იმან უნდა იფიქროს. ეს შეიძლება გაგრძელდეს 30-50 წელი და 2-3 თაობა დაჭirdეს და 2-3 თაობის შემდეგ ჩვენ შეიძლება რაღაც დაგჭirdეს სოფლის მეურნეობა და საერთოდ აგ უმცირესობაშიც აღმოჩნდეთ თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ იმ სოფლად ამ ადამიანების დამაგრებას. მესმის აბსოლუტურად. ბატონ გოჩა, ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო, დეტალური, მარტივ ენაზე ახსნილი ამ ხელა თემის საუბრის გამო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. მე კი მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი გოჩა ცოფურაშვილი, ანალიტიკოსი, ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.